თეთრ სახლში დაიწყეს აღიარება, რომ მათი სტრატეგია ირანის მიმართ სრულიად ჩავარდა. ამ წუთებში დონალდ ტრამპის გუნდი აქტიურად ცდილობს ირანთან ახალი ბირთვული შეთანხმების დადებას. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეთანხმება უკვე არსებობდა ბარაკ ობამას დროს და მუშაობდა, სანამ დონალდ ტრამპი ამ შეთანხმებიდან არ გავიდა. თავად ტრამპი მუდმივად იხსენებს და აკრიტიკებს ბარაკ ობამას ირანთან ამ შეთანხმებისთვის, მაგრამ მოდით ახლა შევადაროთ მათი პოზიციები. როგორი იყო ირანთან შეთანხმება ობამას დროს და როგორი შეთანხმების მიღება შეუძლია დონალდ ტრამპს ირანთან. და მართლა უკეთესია თუ არა ის აშშ-სა და მთელი მსოფლიოსთვის, ვიდრე ის, რაც ობამას დროს იყო. და მთავარი კითხვა, ღინდა თუ არა ტრამპის ახალი შეთანხმება ომი? თუ შეიძლებოდა ობამას შეთანხმების დატოვება? მოკლედ, მოდით შევადაროთ ისინი, ეს ძალიან საინტერესოა. მე მქვია ალექსეი პეჩერ. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, თხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიცონოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატის საშუალებით. ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News. ბმული მასზე ასევე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მაშ, ბარაკ ობამა და დონალდ ტრამპი, ორივე ამერიკის პრეზიდენტი, ერთსა და იმავე მტერთან ჰქონდათ საქმე, ირანთან. და მათ წინ ერთი და იგივე ამოცანა იდგა, შეთანხმების მიღწევა. მაგრამ ობამამ თავის დროზე დიპლომატია აერჩია, ხოლო ტრამპმა ომი. ბარაკ ობამამ და ფართო საერთაშორისო კოალიციამ მაშინ ირანთან შეთანხმება გააფორმეს, რომლითაც ირანის ბირთვული პროგრამა 10 წლეულებით შეჩერდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველას არ მოეწონა, განსაკუთრებით წინააღმდეგი იყო ისრაელი და პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ, რომელიც თვლიდა, რომ ეს საერთოდ უპირატესობა იყო, დონალდ ტრამპი წლების შემდეგ ობამას შეთანხმების დარღვევისა და ახალი ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკებებში იმედგაცრუების შემდეგ ისრაელთან გაერთიანდა და ომი დაიწყო. მაგრამ ობამასგან განსხვავებით, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ტრამპს მოკავშირეებთან საერთოდ არ უთათბირია. მათ ომის დაწყების შესახებ მხოლოდ შემდეგ გაიგეს. თუმცა ომი ტრამპის გეგმას ბოლომდე არ დაემთხვა. აშშ-მა და ისრაელმა მიაღწიეს თავიანთ მიზნებს, დაასუსტეს ირანის არმია, ასევე სამხედრო-საზღვაო ძალები და სარაკეტო პოტენციალი. მაგრამ ირანის ბირთვული მასალები კვლავ ქვეყანაში რჩება, ხოლო ისლამურმა რესპუბლიკამ არმუზის სრუტეზე კონტროლი დაამყარა, რითაც მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენის ახალი ბერკეტი მოიპოვა. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისევ მოლაპარაკებებზე დაბრუნდა. ტრამპი იშვიათად საუბრობს ირანზე ისე, რომ ბარაკ ობამა და 2015 წლის ბირთვული შეთანხმება ოფიციალურად ცნობილი როგორც ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა არ გააკრიტიკოს. SOP-ზე 26 მარტს უკვე ამ წელს ტრამპმა განაცხადა, ციტატა: ბარაკ ჰუსეინ ობამამ იმით, რაც მან გააკეთა, როცა ირანთან ბირთვული შეთანხმება გააფორმა, მისცა მათ თავისუფლება ნება ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით. ფაქტობრივად მან ირანი აერჩია და არა ისრაელი და სხვა ქვეყნები, რომლებსაც ეს არ სურდათ. 6 აპრილს ტრამპმა ისევ ზუსტად იგივე ნარატივი გაიმეორა, თქვა, რომ თითქოს ობამამ ბირთვული შეთანხმება გააფორმა, რომელიც ირანისთვის სასარგებლო იყო, მაგრამ სრულიად არ იყო სასარგებლო ისრაელისთვის. აპრილში ტრამპს ასევე უყვარს იმის მოყოლა, რომ როცა ობამას შეთანხმებას ხელი მოეწერა, აშშ-მ ირანში დიდი რაოდენობის ნაღდი ფული დატვირთული თვითმფრინავი გაგზავნა. ეს იყო $400 მილიონი ნაღდი ფულით. ეს მართლაც მოხდა, მაგრამ ეს იყო ირანის ფული, რომელიც ადრე დასავლეთში იყო გაყინული. დონალდ ტრამპი ამას ისე წარმოაჩენდა, თითქოს ობამას ადმინისტრაციამ ირანელებს ხელჩანთებით $400 მილიონი ნაღდი ფული გაუგზავნა იმისთვის, რომ მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას. აპრილში ტრამპი ამბობდა, თითქოს ირანმა მილიარდები იშოვა ნავთობის გაბედვით. და ტრამპს უყვარს ამითაც ობამას გაკრიტიკება. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი შეიძლება უნიშნულო აღმოჩნდეს იმ გადასახადებთან შედარებით, რომელსაც ირანი შეიძლება მოითხოვდეს ომის დასასრულებლად. ეს ახალი სახსრები შეიძლება მოიცავდეს გადასახადებს, რომლებიც გემებს ედებათ ჰორმუზის სრუტის გავლაზე, თანხებს განთავისუფლებული აქტივებიდან და რა თქმა უნდა შემოსავალ სანქციების მოხსნიდან. და შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა, რომელიც ასე აკრიტიკებდა ობამას ირანზე სანქციების მის მოხსნისთვის, უკვე ომის ფარგლებში მოხსნა სანქციები ირანულ ნავთობზე. ომის ფარგლებში, არც მანამდე, არც შემდეგ, არამედ ომის დროს. მაგრამ რა იყო ობამას და ირანის შეთანხმებაში? შეთანხმებას ხელი მოაწერეს ირანმა, გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივმა წევრმა, ანუ აშშ-მ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ასევე გერმანიამ და ევროკავშირმა. ანუ რთულია ითქვას, რომ ეს მხოლოდ ობამას შეთანხმება იყო, არა, ეს იყო შეთანხმება მთლიანად კოლექტიური დასავლეთისა და გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდან.
შეთანხმების ფარგლებში ირანი დაპირდა, რომ შეზღუდავდა თავის ბირთვულ ამბიციებს და დააწესებდა ლიმიტებს ურანის გამდიდრებაზე და დაეშვა საერთაშორისო ინსპექტორებს მაგათედან. ჩაეტარებინათ ინსპექციები მის ობიექტებზე, საანსოოდ ზოგიერთი სანქციის მოხსნისა მისი ნავთობის სიმდიდრეზე და გაყინული ირანული აქტივების განთავისუფლებისა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მაშინ იმდენად შეშფოთებული იყო ამ შეთანხმებით, რომ 2015 წელს აშშ-ის კონგრესში გამოვიდა თხოვნით გაეუქმებინათ ამ დოკუმენტის ხელმოწერა. შედეგად დონალდ ტრამპმა 2018 წელს გამოიყვანა შეერთებული შტატები ამ შეთანხმებიდან, თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნები ცდილობდნენ როგორმე გაეგრძელებინათ მონაწილეობა შეთანხმებაში, ირანმა საბოლოოდ დაარღვია მისი პირობები და შეთანხმება ჩაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების განახლების მცდელობები იყო როგორც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის, ასევე დონალდ ტრამპის მეორე ადმინისტრაციის მხრიდან. დონალდ ტრამპმა დაიწყო ომი ირანის წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც ახალი ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშალა. და ეხლა ერთ თვეზე მეტი აქტიური ომის შემდეგ დონალდ ტრამპი კვლავ ცდილობს ირანთან საკუთარი შეთანხმების დადებას. მოკლედ ისევ მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2018 წელს, როდესაც დონალდ ტრამპმა აშშ გამოიყვანა შეთანხმებიდან, მაგათემდა რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეერთებული შტატების სადაზვერვო საზოგადოებამ დაასკვნა, რომ სანამ ობამას შეთანხმება მოქმედებდა, ირანი რეალურად არ ცდილობდა ბირთვული იარაღის შექმნას და მთლიანობაში იცავდა შეთანხმებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. თუმცა ის კვლავ აგრძელებდა ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერას და ინარჩუნებდა ბალისტიკური რაკეტების შემუშავების შესაძლებლობებს. ეს იყო მყიფე შეთანხმება, მაგრამ ის მუშაობდა. და ერთი წლის შემდეგ, რაც ტრამპმა უარი თქვა ძველ შეთანხმებაზე, ირანმა კვლავ აქტიურად დაიწყო თავისი ბირთვული პროგრამის განვითარება. განაგრძო ურანის გამდიდრება და ბირთვული ობიექტების გაზრდა. ამავე დროს ირანი განაგრძობდა განცხადებას, რომ ბირთვული იარაღს არ შეიმუშავებდა. და აი, მთავარი განსხვავება ტრამპსა და ობამას შორის ისაა, რომ ურანის გამდიდრების შეზღუდვის ნაცვლად ტრამპს სურს ირანთან მთლიანად უარი თქვას მასზე და არსებული მარაგები აშშ-ს გადასცეს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ გაჩაღებული ომის შედეგად ირანმა ასევე არ მოაჩინა, რომ მას აქვს ძალაუფლება მსოფლიო ეკონომიკაზე, რადგან აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს, სადაც ჩვეულებრივ გადის მსოფლიო ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი და მსოფლიო ექსპორტის მესამედი. და ახლა შეთანხმების საკითხი მოულოდნელად ბირთვული პროგრამიდან ჰორმუზის სრუტის კონტროლის საკითხზე გადავიდა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ირანმა ომის შედეგად გაიგო, რომ ამ სრუტეზე შეუძლია საკმაოდ კარგი შემოსავალი მიიღოს. თუ თუნდაც საუბარია $1-ზე თითო ბარელ ნავთობზე, რომელიც სრუტეში გადის, როგორც ადრე განცხადეს, მაშინ გაამრავლეთ ეს 100 გემზე, რომლებიც ყოველდღე სრუტეში გადიან. და მიიღებთ საკმაოდ დიდ თანხებს, რომლებიც არა მხოლოდ ირანის არმიის სწრაფად აღსადგენად იქნება საკმარისი, არამედ მის მოდერნიზაციაზეც. ან დონალდ ტრამპი იმდენად უკმაყოფილო იყო იმით, რომ 2015 წელს ირანს შეთანხმების ფარგლებში $400 მილიონი გაუთავისუფლეს, რომ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ირანი პოტენციურად მილიარდებს უბრალოდ ჰაერიდან მიიღებს, მაგრამ იყო თუ არა შანსი, რომ ომი არ დაწყებულიყო. სინამდვილეში ამას არავინ იცის გარდა მოლაპარაკებების მონაწილეებისა. მაგრამ ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ალბუსაიდი, ეს არის ომანის შუამავალი მოლაპარაკებებზე, განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა უარი ეთქვა გამდიდრებული ურანის მარაგებზე, შეუქცევა და შეემცირებინა მისი გამდიდრების დონე ამჟამინდელზე, დაბლა, რაც ახლოსაა იმ დონესთან, რაც ბირთვული იარაღის შესაქმნელად არის საჭირო. ანუ ირანი მზად იყო დათმობებზე წასასვლელად. ამბობდა კარბი, ეხლა ჩვენ ვამდიდრებთ 60%-მდე ამ ზღვარს დავწევთ, აღარ გავამდიდრებთ ასე ძლიერად. ხოლო ის, რაც უკვე გამდიდრებულია 60%-მდე, კარგი წაირეთ, მაგრამ მთლიანობაში გამდიდრების იდეაზე უარს არ ვამბობთ. დავწევთ დონეს და გაეროს ატომური ენერგიის სააგენტო შეამოწმოს და ასე შემდეგ. მაგრამ აქ საინტერესო აზრია. იგივე ომანის ჩინოვნიკი და კიდევ რამდენიმე ჩინოვნიკი შემდეგ ამბობდნენ, რომ დონალდ ტრამპის წარგზავნილი სტივენ ვიტკოვი აცხადებდა, რომ ირანი თვლის, რომ აქვს განუყოფელი უფლება გამდიდრებაზე, ამიტომ დათმობებზე არ მიდის. ანუ მათ ასე არ იქვეს ეს. და ეხლა ზოგიერთი ექსპერტი ეჭობს, თუ სტივენ ვიტკოვს ესმოდა რა დათმობებზე იყო მზად ირანი. იმიტომ რომ ირანი თითქოს დათანხმდა გამდიდრების ხარისხის შემცირებას, რათა კიდევ უფრო დაშორებოდა ბირთვული იარაღის შექმნას. მაგრამ ვიტკოვს შეიძლებოდა ეგონა, რომ თვითონ გამდიდრების ფაქტი უკვე ბირთვული ბომბისკენ მიმავალი გზაა. მაგრამ ეს საერთოდ ასე არ არის.
უფრო მეტიც, ძალიან ბევრი ქვეყანა მსოფლიოში ამდიდრებს ურანს, იმიტომ რომ ის საჭიროა ელექტროსადგურების მუშაობისთვის და ეს სრულიად ნათელია. და ირანი ამბობდა, კარგი, ჩვენ დავწევთ ამ ზღვარს, ძალიან ძლიერად დავწევთ და ეს რაც გამდიდრებულია, წაიღეთ. მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვითქოს არ ესმოდა, რაზე იყო საუბარი. და აი ომის 80 დღე გადის, ხოლო თეირანის რეჟიმი მაინც ამბობს. ირანს აქვს კანონიერი უფლება გაამდიდროს ურანი ენერგეტიკული პროგრამისთვის, რომელიც არ გულისხმობს ბირთვული იარაღის შექმნას. რა მივიღეთ საბოლოოდ? საბოლოოდ, როგორც ბარაკ ობამას დროს, თეირანის რეჟიმი კვლავ მოითხოვს ირანული ნავთობის სანქციების მოხსნას. ცალშევის ტრამპმა ეს უკვე დროებით გააკეთა. მაგრამ ეხლა ირანი ასევე მოისურვებს ჰორმუზის სრუტეზე თავისი კონტროლი დააფორმაოს. ეს კი ნიშნავს, რომ რეჟიმი შეიძლება უფრო მეტ ძალაუფლებას მიიღოს ვიდრე ადრე. უფრო მეტს ვიდრე ბარაკ ობამას შეთანხმებამდე ჰქონდა. იმ შეთანხმებას, რომელსაც დონალდ ტრამპი ასე აკრიტიკებს. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაფუნეთ ძალზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა, თუ გსურთ ამ YouTube არხის ხარდაჭერა. უკვე იცით რა უნდა გააკეთოთ, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ დონატის საშუალებით. ყველა ბული და რეკვიზიტი მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში, ან თქვენს ეკრანებზე არსებული QR კოდის მეშვეობით. და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩემი Telegram არხი პეჩენიო. ბუმული აღწერაშია ამ ვიდეოს ქვეშ. ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი მივიღებთ. ამით დასრულდა, იჟვნეთ საკუთარ თავზე, ყველას დროებით.